ოპოზიცია ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ამწუთებში რუსთაველის გამზირზე დგას ისტორიული რეფერენდუმიდან 2014 წლის თავზე თბილისსა და 6 ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დგება ხალხის გაზაფხული, ასეთია დღევანდელი გამოსვლების ლოზუნგი. პარლამენტის წინ შეკრებილთა წინაშე ამწუთებში სიტყვით გამოდის სალომე ზურაბიშვილი, წინასწარ გაკეთებული განცხადებების მიხედვით დაგეგმილია ოპოზიციის სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის წარდგენაც. აქციის მონაწილეების აზრით ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დღესაც საფრთხეშია. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ გაერთიანების ვერ მიღწევის მიუხედავად დღევანდელი დღე ოპოზიციამ პოლიტიკური ერთობისა და მთავარ თემებზე კოორდინაციის დემონსტრირებისთვის უნდა გამოიყენოს. აქციამდე მოეწყო რამდენიმე მარში. ანა ბროლაძე იმყოფება რუსთაველის გამზირზე, მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. ანა, რა ხდება ამწუთებში საპროტესტო აქციაზე, რა გზავნილებით მიმართავს ყოფილი პრეზიდენტი ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს? და ეფექტურად დაცვის მექანიზმის ამწუთებში უსმენენ აქციის მონაწილეები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სიტყვას და სალომე ზურაბიშვილი საუბრობს იმაზე, რომ აი ამ პოლიტიკურმა პროცესმა, რომელიც მიმდინარეობს ქუჩაში უკვე უწყვეტად რამდენიმე თვეა, უნდა მიიღოს კონკრეტული ფორმა. და სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი ინიციატივაა, რომ პროევროპულმა პარტიებმა შექმნან პოლიტიკური პლატფორმა და ამ პლატფორმამ იმუშაოს უკვე კონკრეტული გეგმების შემუშავებაზე სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით. მე ვთხოვ ოპერატორს კადრში გვაჩვენოს ახლა ვითარება, რა ხდება ახლა უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს წინ. სალომე ზურაბიშვილი მიმოიხილავს არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და ამბობს, რომ ისინი უნდა მოემზადონ საზოგადოებასთან ერთად არჩევნების ჩასატარებლად, ვინაიდან აქციის მონაწილეების, პოლიტიკური სუბიექტების მთავარი მოთხოვნა არის, რომ ქვეყანაში დაინიშნოს არჩევნები, გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული მონაწილეები და დარწმუნებულია მეხუთე პრეზიდენტი, რომ ამ შედეგს აი ეს მოძრაობა აუცილებლად მოიტანს. ხედავთ ახლა თქვენ მოქალაქეებს, რომლებიც შეკრებილები არიან უშუალოდ პარლამენტის წინ. ჭიჭინაძის ქუჩამდე არის რუსთაველი გადაკეტილი, ისევე როგორც თავისუფლების მოედნამდე უშუალოდ 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ დგანან აქციის მონაწილეები და ისინი როგორც აღნიშნე უსმენენ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას. აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი მსვლელობა, რომელიც შემოუერთდა რუსთაველზე მიმდინარე აქციას, იყვნენ სტუდენტები, ვინაიდან რამდენიმე მარში იყო დაგეგმილი საპროტესტო მსვლელობის და სტუდენტების ნაწილი ავიდა პარლამენტის უკანა შესასვლელთან. ისინი კანდიდატებდნენ დიდება გმირებს, გამოხატავდნენ საკუთარ უკმაყოფილებას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მუშაობის მიმართ. იყო ფრაზები, რომ ანწუხელიძე არის უყდავი, დიდება გმირებს, აი ასეთი განცხადებები ისმოდა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ყოველგვარი ინციდენტების გარეშე დასრულდა ეს პერფორმანსი გარკვეულწილად. მას შემდეგ რაც სტუდენტებმა გააკეთეს განცხადებები საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან, მიუხედავად იმისა, რომ დასრულებული აქვს ამ დროისთვის პარლამენტის მუშაობა, ისინი დაბრუნდნენ რუსთაველის გამზირზე და ხედავთ ახლა კიდევ ერთხელ ვითარებას. სალომე ზურაბიშვილის საკმაოდ ვრცელ გამოსვლას უსმენენ, მისთვის არის საგანგებოდ მოტანილი ტრიბუნა და ის იქნება სავარაუდოდ ერთადერთი გამომსვლელი დღევანდელი ღონისძიების. ჩვენ ვესაუბრეთ ხალხსაც და ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ მეხუთე პრეზიდენტის გამოსვლის გზავნილები, ნაწილი და ხალხის პოზიციები, რომლებსაც ვესაუბრეთ მის გამოსვლაზე. როცა ჩვენი პარტნიორები მაღალ დონის შეხვედრებზე ან პარლამენტთან წინაშე მიწვევით, მე და არა მართველ პარტიას მიწვევენ, ეს თქვენი მხარდაჭერის ნიშანია, თქვენი ბრძოლის აღიარება. მე იქ მხოლოდ წარმოვადგენთ საქართველოს. თქვენი დამსახურება ისიც, რომ მიუხედავად ბევრი სხვა მსოფლიო გამოწვევისა, საქართველოს სამართლიანი ბრძოლა მაინც რჩება დღის წესრიგში. მთავარი მიღწევა თუ არა ჯერ კიდევ გამარჯვება ის არა, რომ ვერ შეძლეს ქუჩაში მდგომი ქართველი ხალხის გატეხვა. ვერც ძალადობით, ვერც დაშინებით, ვერც რუსული კანონებით და ვერც რუსული პროპაგანდით.
ევროპული მომავლისთვის ბრძოლის პროტესტში დაიბადა ჭეშმარიტი სამოქალაქო სოლიდარობა და ეროვნული თანხმობა. მეორეს მხრივ მართველი პარტიის რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გამკაცრება მხოლოდ მათი პოლიტიკის წარუმატებლობის ნიშანია. ვერ გააჩერეს პროტესტი. ეს არაა ბრძოლა კერძოდ ვინმეს გამარჯვებისთვის. არ ემსახურება ვინმეს ხელისუფლებაში დაბრუნებას ან ვინმეს ხელისუფლებაში მოსვლას. ემსახურება ქვეყნის გადარჩენას და ამაში ვართ ერთად. დღევანდელი დღე, გუშინდელი დღე, გუშინწინდელი დღე, აი ეგრეთ წოდებული პარლამენტის ვთქვათ საგამოძიებო ეგრეთ წოდებული კომისიის სხდომები ჩვენ თვითონ ქართველს არ გვაძლევს იმის უფლებას და ნებას, რომ გავჩერდეთ სახლში, არ გამოვიდეთ და არ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი. ჩვენი პროტესტი ქართველი გმირების შეურაცხყოფაზე და ჩვენი პროტესტი იმ აუტანელ რეალობაზე, რასაც დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება სთავაზობს თითოეულ ქართველს. რომ ის საქმე, რაც მაშინ ქონდა ქართველებს, რომელმაც დამოუკიდებლობის მოთხოვნას მოაწერა ხელი, ზუსტად იგივე სიტყვას ეს ადამიანები ახლა და მთავარია რომ ეს ღირებულებები რისაც ვიბრძვით და რაც არის მთავარი, როგორც ახლა ჟღერდება თავისუფლება, მუდმივად შევინარჩუნოთ და ეს ერი მნიშვნელოვანია იმის გამო რომ არ კარგავს უნარს რომ იბრძოლოს თავისუფლებისთვის. ეს უნდა ყოფილიყო სრულიად საზეიმო დღე, როგორც რეფერენდუმის 34 წლისთავი და საქართველოს პრეზიდენტის სვიად გამსახურდიას დაბადების დღე, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ მოვედით აქ არა საზეიმოდ, არამედ პროტესტის გამოსახატავად, ვინაიდან ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ცდილობს ქართველი ერი დააბრუნოს უკან რუსეთისკენ. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და არა მაქვს არანაირი მორალური უფლება არ დავდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები დგანან. თუ ლექციებზე ვეუბნებით, რომ თავისუფლება არის ფასეულობა, ხოლო სამშობლოს კი არ ეღალატების, მაშინ ქუჩაში ეს სიტყვები უნდა გამოვცადოთ და დადგა ამ სიტყვების გამოცდის დრო. ასეთი სურათის სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ვისმენთ კიდევ და აღსანიშნავია რომ მეხუთე პრეზიდენტის უკანაც ჩანს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პლაკატები და ეს არის ის იშვიათი აქცია, ბოლო აქციებს თუ გადავხედავთ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პლაკატები გამოჩნდა რუსთაველზე მიმდინარე აქციებზე და მიხეილ სააკაშვილის პლაკატები აღსანიშნავია რომ მოიტანეს უშუალოდ პარტიულმა აქტივმა იმის გათვალისწინებით რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს შეიკრიბა ცალკე ადგილას პუშკინის სკვერში და იქიდან მოვიდნენ მსვლელობით უშუალოდ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე. აღსანიშნავია რომ მიხეილ სააკაშვილის პლაკატების გარდა აქ არის ასევე აქციების დროს დაკავებული ადამიანების პლაკატების და ამ ფორმით ითხოვენ დაკავებულთა გათავისუფლებას. აქ მყოფი ადამიანები ამბობენ რომ ამ რეჟიმს ქართულ ოცნებას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და მათი მოთხოვნები არის რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ. შეკითხვაზე მიიჩნევენ თუ არა მათ შორის და მოთხოვნებში აყენებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, რომლებიც პარტიულ ლიდერებთან ერთად კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ცალკე მოვიდნენ მსვლელობით პუშკინის სკვერში ჰქონდათ მათ შეკრების ადგილი, ამბობენ რომ ისინი ითხოვენ ბუნებრივია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ესეც არის მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იმ მოთხოვნებს შორის, რომლითაც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს აქციები, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და შემდგომ უკვე ქართული ოცნების გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად გამოსული აქციის მონაწილეების დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება. სიმბოლური თარიღია, როდესაც საქართველოს ყველამ ერთად მოიპოვეთ თავისუფლება 31 მარტს დაიწყო ამის იურიდიულად გაფორმება თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოპოვების და უკვე ამდენი წლის მერე სამწუხაროდ ეს მონაპოვარი არის საფრთხის ქვეშ
ჩვენ ამას ყოველდღურად ხედავთ სამწუხაროდ ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც კი, ამიტომ ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი იყო ამ დღეს დიდი შეკრება, სადაც ყველანი ვიქნებით ერთიანები. გასულ მოძრაობა იკრიბება დღეს პუშკინის სკვერში და მსვლელობით შეუერთებით თავისუფლების მოედანზე პარლამენტთან შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ ამ ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალს, ითხოვენ ვადამდელ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ითხოვენ პოლიტიკური ტყვეების თავისუფლებას, რომლებიც ახლა სატუსაღოებში არიან გამოკეტილი რეჟიმის მიერ. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, დამოუკიდებლობას ეხლა დაცვა და გამტკიცება სჭირდება და ეს არის ჩვენი გზა. ევროკავშირი ხო ამიტომ გვინდა რომ დაცულებული ვიყოთ, რომ მართლაც დაცულები ვიყოთ მეგობრებთან ერთად. ძლიერი ვართ მაშინ, როცა ბევრი მეგობარი გყავს. სუსტი ვართ მაშინ, როდესაც მარტო ვართ დარჩენილი და აი მარტო დარჩენის გზა არის, დაუცველობის გზა არის, ქართული ოცნების გზა, რომლის წინააღმდეგაც ვართ ჩვენ. ბრძოლა გრძელდება ბოლომდე გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს აბსოლუტურად დაასრულა სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლა და მან დატოვა ტრიბუნა და კადრში ხედავთ ახლა მედიის ნაწილი მიყვება მეხუთე პრეზიდენტს, რომელიც იყო ერთადერთი გამომცვლელი საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოსახლეობას და აქციის მონაწილეებს მიმართა. მან და კიდევ ერთხელ გეგმა, რომელიც მოვისმინეთ მისგან იყო, რომ პროევროპულმა პარტიებმა უნდა შექმნან მოძრაობა, რომელმაც პოლიტიკურ პროცესში უნდა გადაზარდოს აქ მყოფი ადამიანების პროტესტი. ხედავთ რა ვითარება არის ახლა საკანონმდებლო ორგანოსთან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქცია გრძელდება, ვნახოთ როგორი იქნება დღევანდელი შეკრების დასასრული, რომელიც სიმბოლურად დაიგეგმა რეფერენდუმის გამოცხადების 34 წლის იუბილეისთან დაკავშირებით. მადლობა ანა ბროლაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან, სადაც ცოტა ხნის წინ სიტყვით ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა.